მოგესალმებით საღამოშრომის. მე ვფიქრობ მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ჩემთვის თავარია თქო და ამ შემთხვევაში არის ელენე ხოშტარიას შეფასება და გადაწყვეტილება მისი ნებასურველი, მაგრამ მე ვფიქრობ იმ მიზნიდან და ამოცანა გამომდინარე რაც არის ხოშტარიას ჯანმრთელობა, მე ვფიქრობ მისი კლინიკაში გადაყვანა არის ადეკვატური ნაბიჯი და რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ყველაზე მთავარი, რასაც მე მოველი და რისთვის მე ვიბრძვი, არის ის, რომ ყველა პოლიტპატიმარი იქნას გათავისუფლებული და უყოვნებლივ და და მათ შორის, რა თქმა უნდა, ხოშტარი, რომელიც აბსურდული ბრალდების გამოიმყოფება დილეგში. ამ მოთხოვნის პარალელურად თქვენ ალბათ ატყობთ, რომ პროცესი, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს, საბოტაჟის საქმე, ეგრეთ წოდებული, იქ არა თუ გათავისუფლება არ არის გამორიცხული, რომ კიდევ ანხელახალი ეს თქვათ პატიმრობის შემთხვევები მოყვეს. ანუ სრულიად ესეთ ვითარება როგორ აღწერთ, ხედავთ თუ არა ამოცემულობას? მე პირადად ხედავ ამოცემულობას და მუდმივად ღიად ვლაპარაკობ ამ ამოცემულობაზე. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მისული გავეშების და გაწმილების იმ მასშტაბამდე და იმ დონემდე, იმ ზღვრამდე, როდესაც ის აპირებს მართლაც რომ დაიმატოს ახალი პოლიტპატიმრები და შექმნას ახალი პოლიტიკურად დევნილი პირები, იმ პირებისგან, რომელიც სულ ცოტა ხნის იყავდა ციხეში, მათ შორის არის ჩემი ორი კოლეგა და არა მარტო, ჩემი ორი თანაგუნდელი და სხვა კოლეგები, ასე ვთქვათ. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი უბრალოდ ძალიან მარტივად არის ჩავარდნილი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ძალიან კარგად იცის, რომ მან განიცადა კრახი საერთაშორისო ასპარეზზე, მან განიცადა კრახი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მან განიცადა კრახი ევროპულ კავშირთან და ერთადერთი რაც ახლა დარჩენია მისი აზრით, მე ასე ვფიქრობ, არის ის, რომ გაზარდოს ტყვეთა რაოდენობა, ტყვეთა მასშტაბი და კალიბრი, დააპატიმროს პირდაპირ ვთქვათ, ყველა ის ლიდერი, პრაქტიკულად ყველა ლიდერი, რომელიც გააჩნია დღეს ქვეყნის დემოკრატიულ სპექტრს და ამით შეეცადოს ან უკეთ ვაჭრობას, ან უკვე აღარ შეეცადოს ვაჭრობას და პირდაპირ რუსეთს შესთავაზოს ეს ქვეყანა ლანგარზე, იმიტომ ყველაფერი სხვა ქალბატონ დიანა რაც დღეს ხდება საერთაშორისო ასპარეზზე, ხო, ყველა გამოხმაურება, ყველა პრაქტიკა, ყველა მოძრაობა მოწმობს იმას, რომ ეს რეჟიმი რეალურად უერთებს საქართველოს ტყუის გარეშე, გასროლის გარეშე, ოკუპაციის ფიზიკური ფორმის გარეშე ამ ქვეყანას, ანუ დარჩენილ 80%-ს უერთებს რუსეთის ფაშისტურ ფედერაციას. არავით არის სხვა ანალიტიკური რაღაცა საშუალო სივრცე აღარ რჩება ფიზიკურად, ხო? რეალურად შევხედავთ, რომ კანონმდებლობის დონეზე, პრაქტიკის დონეზე, რიტორიკის დონეზე, საგარეო კავშირის დონეზე, ყველა სხვადასხვა დონეზე რეალურად ეს რეჟიმი უერთებს საქართველოს რუსეთს და ამის გამოხატულება, რომ არავინ არ უნდა იყოს ეს თქვენ გამოეხმაურეთ მაკაბოჭორიშვილის განცხადებას, აი რა ნაწილში არის თქვენთვის ეს რომელიც ეს თქვენ რისი მხილებაა თქვენი მხრიდან ეს? ხო, პირველი მაკაბოჭორიშვილი იტყუება, მე მას ხშირად ვეხმაურები, საზოგადოება მიცის, ვინც ხშირად ადევს თვალყურს, სიახლეებს. ის იტყუება, დღეს კიდევ ერთხელ იტყუება, როდესაც ამბობს, რომ საქართველოს აქვს წარმატებული მულტივექტორული პოლიტიკა. სიამოვნებაში ქოცური რეჟიმის მულტივექტორული, ეგრეთ წოდებული მულტივექტორული პოლიტიკა არის ფარსი და მეტი არაფერი. ეს არის მულტივექტორული პოლიტიკა, რომელიც დიპლომატიის ნიშნულობაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ხო, ის შევახსენოთ მაყურებელს, ის ბრძანდებოდა თუ ბრძანდება დუბროვნიკში, სადაც თქვა პირველი, რომ საქართველოს არის მულტივექტორული პოლიტიკის წარმატებული გამოხატულება. და მე მას შევახსენე დღეს, რომ საქართველოს და მას რომ ეკითხა ცოტა მეტი რომ ემუშავა საკუთარ თავზე, ნაცვლად იმისა, რომ მიშა სააკაშვილის და მერე ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის კარიერისტი მონაყოფილიყო, რაც ის იყო და არის დღესაც. და მათ შორის მიშა სააკაშვილის სრულიად შეგნებულად ვამბობ ამას, ვიცი, როგორ ეტრფოდა სააკაშვილს თავის დროს და შემდეგ როგორ გახდა ივანიშვილის მონა ეს ყველა ვნახეთ და სადუკვარი საკუთარი, ესე იგი, ეს როგორ ვთქვათ, პორტფელი მიიღო ამის ფასად. აი, ამის ნაცვლად ცოტა მეტი რომ ეკითხა, ან ეაზრონ, ან ეფიქრა, ის ნახავდა ძალიან კარგად, რომ საქართველოს არის ჩამორჩენილი მაგალითი ეგრეთ წოდებული მულტივექტორული პოლიტიკის. რატომ? რაში გამოიხატება ძალიან მარტივად მულტივექტორული პოლიტიკის წარმატება, ხო? რაღაცაში ხო უნდა აისახოს. ხო, კაი, თქვათ შევა მე ისეც არ მომწონდეს მულტივექტორული პოლიტიკა და ვფიქრობდი, რომ ძალიან მკაფიო ღერძი არის, ხო? ქართული ხალხის მიერ დასახელებული, მაგრამ ესეც გადავდოთ გვერდით. აი, თქვათ გვაქვს მულტივექტორული პოლიტიკა. თქვათ ფიქრობთ, რომ ეს არის რაღაც მოსემულ მომენტში პრაგმატული ნაკლებად. აი, ზუსტად. მივიღოთ ეს როგორც სანამ საფრთხები არსებობს გეოგრაფიულად, ისტორიულად და ასე შემდეგ, იქნებ ჯობია, მაგრამ რას ნიშნავს? ზუსტად, აი მივიღოთ რომ ეგება
კარგია. ხო, ეგება აი თუ თქვათ კარგია და თუ თქვათ ხდება, რაში გამოიხატება? პასუხი არაფერში. ინვესტიცია არ გაზრდილა. საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე, პოლიტიკური მხარდაჭერა, ხო, საერთაშორისო ასპარეზზე არ გაზრდილა. მეტიც არც ერთი ის პარტნიორი, რომელიც ბოჭორიშვილს და რეჟიმს ყავს დასახელებული, ხო, როგორც ახალი პარტნიორები. არც ერთი მათგანი მხარს არ უჭერს საქართველოს გაეროში. ეს ნახეთ, ხო, რაღაც 2 კვირის წინ, ხო? არც ჩინეთმა, არც სერბეთმა, არც ირანმა, არც ცენტრალური აზიის სახელმწიფომა, არც ერთმა მათგანმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს და კერძოდ ქართველი დევნილების საკუთრების და დაბრუნების უფლებას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში, ხო? ანუ ძალიან მარტივად რაში გამოიხატება მულტივექტორულობა? არავინ არ ემეგობრება ამ რეჟიმს. ანუ ნახეთ რა მოხდა, აი ძალიან მარტივ საყვალპრო ენაზე, ხო? ვინც გვემეგობრებოდა და ვინც ჩვენ გვიცავდა. ჩინეთი ემეგობრებაო, ხომ ამბობთ თქვენ? არა, ხო და ეგ არის პარადოქსი, კარგია ეს შეხსენება, ეს არის პარადოქსი, ესენი ცდილობენ რომ მაპატიე და შეეტენონ, ეს არის მარტივ ენაზე, მიეტმასნონ, მაგრამ ისინი ამ დონეზეც კი არაფრად არ აგდებენ ქართული ოცების რეჟიმს, ხო? ანუ ნახეთ, ამერიკასა და ევროპასთან გააფუჭეს ურთიერთობები, ეს ჩვენ ვიცით ყველამ, გააფუჭეს ინვესტიციები, გააფუჭეს სამუშაო ადგილების პერსპექტივა, გააფუჭეს ყველა ტიპის ურთიერთობა, ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა, ხო, ყველა. მათ ლანძღავენ, თავს ესხმიან. ეხლა აქეთ იფიქრებდი, რომ ეგება რამე საპირწონე შექმნეს, თეორიულად უშვებ, თორე აქვე ვიტყვი, ამერიკის და ევროპის საპირწონეს ვერ შექმნი. უბრალოდ არა აქვს ამ ქვეყანას საპირწონე და არც ქართველებს ცივილიზაციურად, რელიგიურად, კულტურულად არა აქვს საპირწონე, ხო? ჩინეთი და ირანი ქართველისთვის, ხო, ჩემი თავი გადავდოთ, ლელო გადავდოთ, ასე ქართველისთვის, აი რიგითი ქართველი, ახლა რომ გავიდეთ ქეთევან წამებულის გამზირზე, ხო? აქვე და ვკითხოთ, რიგითი ქართველისთვის რეალურად ჩინეთი და ირანი არ იქნება და ვერ იქნება საპირწონე ვერც ამერიკის შეერთებული შტატების და ვერც ევროპული კავშირის. ეს არის მოცემულობა უმარტივესი. მაგრამ აი რომც იყოს ვერ გახადეს. ჩინეთი არ ინვესტირებს არაფერს ამ ქვეყანაში, არაფერს. რეალური ეკონომიკური ინტერესი არ აჩვენებს და პოლიტიკურად რაც შევა მისგან მიიღო შემოიფარგლება. ხო, რაღაცა ზღვაში წვეთი არის. ზღვაში წვეთი, ხო? რამდენიმე მილიონი შევა სლოვაკეთს კონდეს და სლოვენიას ინვესტირებული, ხო, რაღაცა ფერმაში, მაგალითად, ხო? ანუ საგარეო კაპიტალს განვიხილავთ, ეს არაფერი არ არის, ხო? ჩინეთი როგორც რომელიც არის მეგა ძალა, ასე ვიტყვით, ხო? არ არის დაინტერესებული ისე პროაქტიულად საქართველოში, როგორც ეს რეჟიმი ამას წარმოაჩენს. ანუ რისი თქვა მინდა, ის მხარეები, რომელიც იყვნენ ჩვენი მეგობრები, იყვნენ ჩვენი პარტნიორები, რომელიც არიან კვლავ ქართული ხალხის პარტნიორები, რომელიც 30 წელზე მეტი ამ მხარს უჭერენ ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ამ ქვეყნის წინსვლას. ეს მხარეები გამოაცხადეს მტრებად და ის ვინც არაფერში არ გიჭერს მხარს, გამოაცხადეს მეგობრებად. და აი დღეს გამოდის ეს ქალი დუბროვნიკში, საგარეო საქმეთა მინისტრი ქვია საკუთარი წარმოდგენი და ამბობს, რომ თურმე მულტივექტორული პოლიტიკა ქონია წარმატებული. ეს ერთი და მეორე, რაც მანვე თქვა, თურმე საქართველოს უნდა იქცეს შეკავშირების პოლიტიკის კვანძად. თურმე კარგი ყოფილა შეკავშირების პოლიტიკა. და დიდი პოტიში ვინ ჩააგდო ანაკლიის კვარცხლოვანი პორტი? ვინ გახადა ეს ქვეყანა იზოლირებული? ვისი მეოხებით არის, რომ ერევანმა გვაჯობა ყველა შესაძლო მიმართულებით უმასპინძლა აშშ სახელმწიფო მდივანს, ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის ლიდერებს, იქ მიდის ეს თქვა უპირატესობის მთავარი საზომი არ არის. ერთ-ერთი საზომია, იმიტომ რომ ძალიან მარტივად თბილისი არავის არ აინტერესებს. თბილისში რა ტიპის ხალხი ჩამოდის? გავრილოვი, პოზნერი, უჩიჩი და ვიღაცა ჯეფრი საქსი გამოთხარეს, ხოცი ექსპერტი ამერიკელი. ხოცი ყველანაირი არსებობს, ხო? ხოცი არსებობს ამერიკელიც, ევროპელიც, ხოცი ორბანი ხოცი არის, ხო? ხოცი არ ნიშნავს ქართველს. ხოცი არის მენტალური რაღაცა პარადიგმა არის, ხო, ასე ვთქვათ, ხო? და ხოცებამდეც არსებობდნენ ხოცები, უბრალოდ ამათმა დააკოპირეს, იმიტომ ყველა ხოცი არის რუსეთის ქოლგის ქვეშ. აი როგორ ხდება, აი ხონო დაფიქრეს ადამიანი, როგორ ხდება, რომ ყველა ვინც არის ესეთი, ანუ ხოცი საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ხომ რომ კრემლიდან იმართება. ყველგან სლოვაკეთში ასეა, უნგრეთში ასეა, ავსტრიაში ასეა, საფრანგეთში ასეა. ესე იგი რაღაცაში ყოფილა ხო საქმე. საქმე ყოფილა იმაში, რომ ყველას ამათ უკან დგას ერთი და იგივე ადამიანი, ძალიან ჭკვიანი კაცი, ძალიან პატივსაცემი, ფაშისტი და ოკუპანტი რო არ იყოს, ნარიშკინი, საგარეო დაზვერვის მეთაური, რომელიც ძალიან მაგარი ინტელექტის მატრაბელი ადამიანია და მთელი ქსელი აქვს სოფლიოში, აი ამნაირი ხოცების. ოღონდ ამათზე უფრო კარგების, იმიტომ რომ ესენი ჩლუნგები არიან. ამათ რომ დაუწერ, მერე ჩლუნგები არიან. ეხლა ტალახაძე რა უნდა იყოს? არ გახსოვთ ნარიშკინის თავადაც კი, თავადაც კი ვერ პასუხობდა, მის ქვეყანაში ვერ არ იყო ბოლომდე ინფორმირებული რა ოპერაციას იწყებდა პუტინი. არა, ძალიან კარგად იყო ინფორმირებული, უბრალოდ სწორედ იმიტომ, რომ ძალიან მაღალი ინტელექტი აქვს, უნდა და ეთქვა პუტინისთვის სინამდვილეში, მაი მაგ ხდომაზე კარგი მაგალითი მოიყვანეთ პირიქით. პუტინისთვის უნდა და ეთქვა, რომ
ძალიან დიდ სისულელეს აკეთებდა და ენის ბორციკით ცადა, მაგრამ პუტინმა როგორც ნახეთ შეარცხნა საჯარო და ვინ შეერცხვა საბოლოო ჯამში პუტინი 3 წელია ომშია, 3 კი არა, უკვე 4 წელია ომშია და სოფელს ვერ იკავებს, სოფელ იბრძვის. ვინ იყო მართალი ნარიშკინი და ნარიშკინის მონები არიან აი ესენი. აი ესენი რომ დავამთავროთ ჩვენ. მადლობა გრიგოლ გეგელიას